ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ეს პატრიარქის გარშემო მიმდინარე მოვლენები თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით ეს დეკანოზი გიორგი მამალაძე მემგზავრებოდა გერმანიაში და მოხდა ციანიდი და გავრცელდა ინფორმაცია რომ პატრიარქის ლიკვიდაცია იგეგმებოდა. თუმცა შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია რომ ეს ყველაფერი არ შესაბამებოდა სიმართლეს და ეს იყო შორენა თეთრაშვილისგან მიმართული ქმედება. აი ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ. როგორ შეაფასებთ სამართალდამცავების მუშაობას? მაქსიმალურად ვეცდები რომ თავშეკავებული ვიყო ამ თემაზე, რადგან ფაქტია რომ ვნებს ეს რეალობა როგორც საპატრიარქოს, ასევე მთლიანად ჩვენ სახელმწიფოს. მიგვირს უპასუხისმგებლობა ჩვენი პროკურატურის. თუნდაც იმიტომ, რომ გადის უკვე რამოდენიმე კვირა დაკავებისგან ადამიანის, რომელიც ბრალდებულია, ოღონდ მაინც და მაინც ზუსტად არ ვიცით რაში. და ფაქტი ერთია, რომ კანონს ამჟამად არღვევს პროკურატურა, რადგან ის არ აძლევს საშუალებას დაცვის მხარეს, რომ საკუთარი ვერსია არსებული სიტუაციის წარმოაჩინოს. თავად პროკურატურამ კი უკვე გაილაღა და პრაქტიკულად როგორც უნდათ და ვისთანაც უნდათ ამ თემაზე საუბრობენ და საზოგადოება მხოლოდ კითხავთა რიგი მიუმატეს, რადგან ყველას თავისი წარმოდგენა აქვს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას. ასე რომ ვიდრე არ მოეგება გონს პროკურატურა და არ მისცემს საშუალებას ადვოკატებს დაიცვან ბრალდებული, მანამდე ლეგიტიმურად ითვლება ნებისმიერი ჭორი. არ ვიცი, ჭორია თუ სინამდვილე ის ფაქტი, რომ თითქოს ჩემოდანი, რომლითაც უნდა წაღებულიყო ეს საწამლავი, მის პატრონს დაუბრუნეს დაკავებიდან 6 საათის შემდეგ. სად იყო ეს ჩემოდანი ამდენი ხანი, ვინ რას დებდა გაცმა არ იცის. ასევე საუბარია, რომ იარავი მის სახლში მოძიებული, მისი საკუთრება არ ყოფილა. ხედავთ ჯერჯერობით მხოლოდ უსამართლობის ნაბიჯებს და მართლაც გულდაწყვეტილი და გაგვირვებული ვარ, რომ ჩვენმა ორმა წარმატებულმა მაღალი ავტორიტეტის მქონე ადვოკატმა რატომღაც აირჩია გზა საპროკურორო საქმიანობისკენ, გულისხმობ ქალბატონ ირმა ჭადუას და ლილი გელაშვილს, რომლებიც სრულიად მოულოდნელად ნაცვლად ადვოკატობისა ჩაეწერენ სწორედ აი ასეთ ვითარებაში იმ სიაში, რომელიც მხოლოდ ბრალდებას მიეკუთვნება და ჩემის აზრით მიუღებელი იყო ის, რომ დიახ, ეს ორი ადვოკატი, როგორც პრაქტიკულად უკვე ახალბედა პროკურორები ეწვიან საპატრიარქოს და იქ საკუთარი ინფორმაციები გააშხერეს. მაშინ როცა ამის უფლება არ ჰქონდა მიცემული ბრალდების მქონე ადამიანის ადვოკატებს. ესეც მიმანიშნებელია იმაზე, რომ კანონი ჯერ არ კანონობს, ამიტომ დაველოდოთ იმ დროს, როდესაც ჯერ პროკურატურა არ იქნება დამნაშავე და მე ვილაპარაკოთ მათ მიერ დაკავებულ დამნაშავეებზე.
ამ საქმის შემდეგ უკვე დაიწყო საპატრიარქოს შიდა მოვლენებზე საუბარი, იქაც დაპირისპირება ის ამბობდა, იმისახან 25 მილიონით ფინანსდება საპატრიარქო და მოითხოვენ, რომ რესპუბლიკელები მაგალითად მოითხოვენ, რომ შეუწყდეს ეს დაფინანსება საპატრიარქოს. სოზარ სუბარი აღნიშნავს ამ ინტერვიუში ამბობს, რომ ეს დაფინანსება საპატრიარქოს იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირის შემდეგ ძალიან დიდი ზიანი მიედგა მას. ანუ თქვენ რას ფიქრობთ, უნდა შემცირდეს თუ არა ეს 25 მილიონი დაფინანსება საპატრიარქოს? ისევ გავიმეორებდი იმას, რომ ყველაზე სწორი ქმედება იქნება შევწყვიტოთ ამ თემაზე ინფორმაციების გავრცელება, რომელიც დიდი ალბათობით არ არის სინამდვილე. რასაკვირველია, არ არსებობს ასეთი მძლავრი ინსტიტუტის პირობებშიც კი, როგორიც არის ჩვენი საპატრიარქო, რომ არ იყოს რაიმე სახის დარღვევები. როგორც ჩანს, ეს არ ახალი რეალობაა. ნათქვამია, კაცმა ჭირი მალა, მაგრამ ჭირმა თავი არ დამალაო და სწორედ ეხლა ამ ჭირს მივადექით და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საპატრიარქო, ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს პატრიარქი მოახერხებენ სიტუაციის დამშვიდებას და არანაირ ზიანს არ მიაყენებენ ჩვენ მართლმადიდებულ საზოგადოებას და გვექნება შესაძლებლობა კვლავ ვიყოთ აღტაცებულნი ასეთი ინსტიტუტის აქტუალურობისა ჩვენს ქვეყანაში.